არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ბუნტის შესახებ განცხადება გააკეთა. ბუნტი მე-6 დაწესებულებაში ვინმე ბოროტას გადმოყვანამ გამოიწვია, რომელიც შემოსთვის წუთიდან ყველა პატიმარს აგინებდა. როგორც კაკაბაძის პატიმარმა განუცხადა, მათ ადმინისტრაციას თხოვეს, რომ ჩარეულიყვნენ და ბოროტასთვის გინები შეწყვეტა მოეთხოვა, თუმცა ადმინისტრაცია ეს არ გააკეთა. საჯარო ახსნების დეპარტამენტში კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში სტაბილური სიტუაციაა და არანაირი ბუნტი არ ყოფილა. მე-6 დაწესებულებიდან დამიკავშირდნენ პატიმრები და მითხრეს, რომ დღეს ახლა ციხეში არის ბუნტი იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ ღამე საღამოთი გადმოიყვანეს პატიმარი ვინმე ბოროტა, მეტსახელად ბოროტა, რომელიც შემოსulis წუთიდან მთელ კორპუსს აგინებდა უშვერი სიტყვებით ყველა პატიმარს. ადმინისტრაციამ არ მიიღო არანაირი ზომები, არ გაიყვანა ეს პატიმარი, არ მოხდა მისი გაჩუმება. საერთოდ არანაირი ჩარევა არ მომხდარა ადმინისტრაციის მხრიდან. გუშინ მოატყუეს, რომ უფროს უნდა შენინახვა, გაიყვანეს და ის არის საერთოდ გამქრალი კამერიდან ცოცხალია, მკვდარია, არ ვიცით, არავინ ამაზე ჩვენ პასუხს არ აგვცემს. ის მოთხოვო პასუხი. მივდივარ პროკურატურაში, მივდივარ დეპარტამენტში, საიდანაც დეპარტამენტის თავმჯდომარე არავის არ ხვდება, ციხის დირექცია არავის არ ხვდება, პროკურატურაში მივდივარ, ვერანაირ პასუხს ვერ საიდან ვერ ვიღებ. იქ ბუნტი იყოს და თქვენ ამას ნანა კაკაბაძის პრესკონფერენციიდან მე ლაპარაკებოდით და ეხლა იქ არ იყოს რა, არასერიოზულია მე მგონი ეგ ლაპარაკი. რაც შეეხება პირობები არის ჩვეულებრივი სტანდარტული. იქ არიან ყველა მე-6-ში დღეს თავს იყრის ყველა ეს პატიმარი, ვინც შემჩნეულია რეჟიმის დარღვევაში სხვაგან. ანუ ეს არის შედარებით მძიმე კატეგორია. მათ არ მოსწონთ წესრიგი, მაგრამ მათ შუაზე არ იქნება მოწყობილი ზოგადად სისტემა.